20 ცხედარი და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის თითქმის ყველა ფრაგმენტი ნაპოვნია შავი ყუთი საქართველოდან თურქეთში ჩაიტანეს. ირკვევა, რომ სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც სიღნაღის რაიონში 2 დღის წინ ჩამოვარდა, განჯიდან თურქეთში 6 ტონა ტვირთი, კერძოდ ავიაგამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა. სწორედ ამ ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამხედროები იმყოფებოდნენ ბორცზე. ოფიციალური ინფორმაციით, ლაინერით საბრძოლო მასალების გადატანა არ დასტურდება. ორი ქვეყნის ჩართულობით სამძებრო სამაშველო ოპერაცია დასრულდა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. გამოძიებას საერთაშორისო ჯგუფი წარმართავს, თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთში განიცადა, რამდენიმე ნაწილი ჰაერშივე მოძრა. თურქულ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ გამოძიება ჩამოგდების ვერსიაზეც მუშაობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ ტექნიკური შემოწმების გავლამდე 30 ჰერკულესის ტიპის ყველა საჰაერო ხომალდის ფრენები დროებით იკრძალება. ვერტმფრენი, დრონები და სპეციალური ტექნიკა, სამხედროები და სამაშველო სამსახურები სულ ახლახანს. რამდენიმე მეტრის მოშორებით ცდილობენ თვითმფრინავის ნამსხვრევები ტერიტორიიდან ამოიტანონ. თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად ბორცზე მყოფი 20 სამხედროს ცხედარი ნაპოვნია. სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 3 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ავიაკატასტროფის ადგილის დათვალიერებას როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ახორციელებდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ სამძებრო სამაშველო პროცესში ქართული მხრიდან 1000-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენიც. 19 ცხედარი გადასვენებული იქნა პროექტურაში და ახლობით ნახევარი საათის წინ ნანახი იქნა მე-20 ცხედარი, სადაც ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. მინდა გითხრათ, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი ქართული მხრიდან, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაყოფებს გადაუხადო მადლობა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს და ასევე თურქულ მხარებს, რომლებიც ახლაც აქტიურად არიან სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული. ნანახია შავი ყუთი არის ერთი. ყველა ტექნიკური საშუალება ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა პროცესში ჩართული იყო თავდაცვის ძალებიც. ადგილზე 3 დღის განმავლობაში პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობდა. ჩიქოვანის თქმით, სამხედრო თვითმფრინავის 130 ჰერკულესის ჩამოვარდნის ადგილზე ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად მუშაობენ თურქული მხარის ექსპერტებიც. მათ შორის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც. პრაქტიკულად ყველა დიდი ნაწილი თვითმფრინავის არის ნაპოვნი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი და შესაბამისად ამ ეტაპისთვის ჩვენ ვარ დაკონცენტრირებული ისეთი ნაწილების მოძებნაზე, რომელიც უფრო პატარა ზომის არის. პროცედურები, რომელიც გამოძიებასთან არის დაკავშირებული, კვლავაც გაგრძელდება. არის კონკრეტული მოქმედებები, რომელიც ჩასატარებელია. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის ცნობილია, აქ იმყოფებიან თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც კომპეტენციასაც წარმოადგენს ასეთი საკითხების გამოძიება. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს ახლაც ვაგრძელებთ და შემდგომში შეიკრიბება ერთობლიობა გარემოებების, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ დასკვნები გავაკეთოთ. უშინო ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შექმნეს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც თურქული თვითმფრინავის კატასტროფის გამოუწვევი მიზეზების დასადგენად იმუშავებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის შავი ყუთი. სწორედ ეგრეთ წოდებული შავი ყუთზე დანიშნული ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება შესაძლო მიზეზები ცნობილი, თუ რამ გამოიწვია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა. ოფიციალურ უწყებებში ამბობენ, რომ თვითმფრინავის კორპუსის ძირითადი ნაწილები უკვე ნაპოვნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კორპუსის მცირე ნაწილები ივრის-ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არის გაფანტული, ადგილზე ნაწილების სამძებრო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება. თურქული მედიის ინფორმაციით უკვე დადგენილია, რომ ავარიის დროს თვითმფრინავს პირველი კუდი მოსწყდა. თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოიხმაურნენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. სამინისტროს პრეს-სპიკერის ზეკი აქტურქის თქმით, ავიაკატასტროფის მიზეზები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ დადგინდება. ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელშიც 20 სამხედრო იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები, აზერბაიჯანიდან აფრინდა, რათა ჩვენი F-16-ების ტექნიკური მომსახურე ეკიპაჟი ჩვენს ქვეყანაში ჩამოეყვანა. აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღნიშვნის შემდეგ 11 ნოემბერს აზერბაიჯანს საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა. ამ ტრაგიკულ ინციდენტს ჩვენი 20 გმირი თანამებრძოლი შეეწირა. ინციდენტის მიზეზი გამოძიების შემდეგ გაირკვევა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა CS-30 ჰერკულესმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. თურქული და აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბორძე F-16 სათადარიგო ნაწილები იყო, რომლის მასაც დაახლოებით 6 ტონას შეადგენდა. ბორძე კი ეკიპაჟის ჩათვლით 20 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლიდან მალევე ჩამოვარდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით აწარმოებს, რაც საჰაერო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.